ცხოველები, ის არსებები, რომლებიც განსაკუთრებით ბავშვებს უყვართ. მათი ცხოვრებისა და გარემოს შესახებ ყველაფერი აინტერესებთ და უამრავ კითხვას სვამენ. დღეს ეროვნულ მუზეუმში ბავშვებისთვის საინტერესო თემებზე შემეცნებითი ღონისძიებები მოეწყო. მათ შორის გამოიფინა ექსპოზიცია, რომელმაც National Geographic-ის მიერ სხვადასხვა პერიოდში გადაღებული ფოტოები მოიცვა. მოწყობილი აქტივობებით საქართველოს ეროვნული მუზეუმი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს შეუერთდა. ხადია National Geographic ამ მნიშვნელოვან დღეს ვერაუხავდა გვერდს და ჩვენ მუზეუმთან გვაქვს ძალიან სერიოზული პარტნიორობის პროგრამა, გვაქვს ერთიანი საგანმანათლებლო ცენტრი დახურული და სწორედ აი ამ პროექტის ფარგლებში გავაკეთეთ გამოფენა. დღეს ჩვენ მასწავლებელმა წამოგვიყვანა და ჩვენ მოექცევით ამ აქციას და ჩვენ გვინდა რომ დავიცოთ ჩვენი ბუნება. ეს შექმნა რომ შექმნა მე სხვადასხვა ცხოველები გააჩინა, ჩვენც რო არ ვიცით რაღაცა შხამიანები გააჩინა, რაღაცები გააჩინა, გველი გააჩინა, გველეშაპები გააჩინა. განამფენა ძალიან მოიწონა ისე კმაყოფილი ვარ. ღონისძიებები ოფიციალურად გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ და ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ გახსნეს. საქართველოს ეროვნული მუზეუმი დღეს National Geographic-თან ერთად გაკეთებულია, როგორც ხედავთ, ძალიან საინტერესო გამოფენა. უამრავი ბავშვია მოსული, რომლებიც მონაწილეობენ ამ გამოფენაში და საერთოდ ეროვნულ მუზეუმს აქვს საგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც ამ მიმართულებითაც მუშაობს. ძალიან მივეცავნებთ ღონისძიებებს და კიდევ მეორე მთელი აზრი ასეთი საგანმანათლებლო ღონისძიებებს არის სწორედ ის, რომ ჩვენი ახალგაზრდა თაობა აღიზარდოს იმ ცნობიერებით, რომ რას ნიშნავს გარემოს დაცვა, რას ნიშნავს ბიომრავალფეროვნება, რას ნიშნავს ბრაკონიერობა, როგორი ზიანი ადგებათ ამ ყველაფრის გარემოს და თვითონ რა შეუძლიათ გააკეთოთ იმისთვის, რომ დაცული იყოს ჩვენი გარემო. დღეს გვაქვს საშუალება, რომ გადავცეთ ცოდნა და პირველ რიგში დამოკიდებულება მომავლისადმი და აი აქ ბევრი მყოფი დარწმუნებული ვარ, მომავალში ბუნები ძალიან აქტიური დამცველი იქნება. ბოლო დღევანდელ დღეს არ უნდა ფიქრობთ ამაზე, კარგი იქნება, რომ ეს იყოს სისტემატიზირებული და ხშირი. ეს დიდი ზომის თევზი 1 საუკუნის წინ შავ ზღვაში აღმოაჩინეს. ის დაახლოებით 150 კილოგრამს იწონის და ამ უნიკალურ საგამოფენო სივრცეში დამთვალიერებლის ყველაზე დიდი ინტერესს იწვევს. აქ ასევე წარმოდგენილია კავკასიის უნიკალური ფლორისა და ფაუნის ის ექსპონატები, რომლებიც ცნობილი მეცნიერების მიერ 1852 წლიდან გროვდებოდა. ამ ადგილში მოცემული არის სვია, ანუ ბელუკა და ასევე მოცემული არის ლურჯი ზოლებიანი, მცირე ზოლებიანი ვეშაპის ჩონჩხი. კონკრეტულად აი ამ ექსპოზიციას, აი ამ კუთხეს აქვს როგორც მეცნიერული დატვირთვა, ასევე აქვს როგორც ისტორიული დატვირთვაც. ისტორიული დატვირთვა ის, რომ სწორედ მე-19 საუკუნის კავკასიის მუზეუმის გამოფენაზე ასეთი სახით იყო წარმოდგენილი აი ეს კუთხე და სწორედ მისი შესაბამისი ილუსტრაციაც, რომელიც აი არის გამოფენილი, სწორედ აი ამ რეალობას ასახავს. ეროვნულ მუზეუმში გამოფენილი ბუნების ისტორიის განახლებული ექსპოზიციის გაცნობა დამთვალიერებელს შაბათ-კვირის გარდა დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლია.